წინა საახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას ნუ მოჭრინაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაწვისხე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ჩვენ კამპანიას წიწვოვანი მცენარეების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების შემოუერთენ. ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები წინა საახალწლოდ კონტროლს 24 საათიან რეჟიმში განახორციელებით. კანონდამტყუებების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. ახალი წელი ახლოვდება და სადღესასწაულო დღეების გამო ნუ მოვჭერეთ ნაძვის ხეს. მის გაზრდას ძალიან ბევრი დრო ჭირდება. ამიტომ არის ბევრი საშუალება გავიხარისოთ ეს საახალწლო დღეები. დავდგათ ხელოვნური ნაძვის ხე. წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მხოლოდ 2 კვირისთვის სადღესასწაულო განწყობისთვის მოვჭრათ ნაძვის ხე, დავიდგათ და როგორ გავაჩანაგებთ გარემოს. ამიტომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად მინდა მოუწოდო საზოგადოებას, რომ არ მოვჭრათ ნაძვის ხე და თუ მაინც ვინმეს უნდა რომ ცოცხალი ნაძვის ხე ქონდეს, მოდი ქოთნის ნაძვის ხე დაიდგას, თუ არა და არსებობს ძალიან ბევრი საშუალება იმისათვის, რომ გაილამაზოს საახალწლო დღესასწაული, მაგალითად ხელოვნური ნაძვის ხე.